ვეფხისტყაოსნის სტროფული კომენტარები. სტროფი 3, სტროფი 4. ვის შვენის ლომსა ხმარება შუბისა ფარში მშერისა, მეფისა მზის თამარის აღაწ ბალახშ თმა გიშერისა, მას არავიცი შევკადრო შესხმა ხოტბისა შერისა, მის თამჭრედელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ მიშერისა. თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისაც რემდათ ხეული, ვთქვენი ქებანი ვისნი მე არავად გამორჩეული, მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მენარხეული, ვინცა ისმინოს დაესვალს ლახვარი გულსახეული. ვიდრე სტროფების განმარტებაზე გადავალ, მანამდე გეტყვით, რომ ვეფხისტყაოსნის სტროფული განმარტებები თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ჩემს YouTube გვერდზე, რომლის ბმულსაც მე კომენტარებში დაგიტოვებთ. მესამე სტროფის შინაარსი ჩვენ დაახლოებით ასე უნდა გვესმოდეს. ის ვისაც შვენის ფარისა და ხმლის ხმარება, ესე იგი ის ვინც კარგად ხმარობს ფარსა და ხმალს, ესე იგი დიდ მეომარზეა საუბარი. ის არისო ამბობს რუსთაველი თამარის მეფე თამარის ლომი. მეფე თამარის ლომი ქართულ საისტორიო წყაროებშიც და არა მხოლოდ ვეფხისტყაოსანში რასაკვირველია მიანიშნებს მის მეორე ქმარზე, თამარის მეორე ქმარზე, დავით სოსლანზე, რომელიც იყო უბადლო მეომარი, როგორც ჩვენ ისტორიიდან ვიცით. რატომ იწყება, ასე თქვათ, მეფეთა ქება დავით სოსლანით და არა თამარით, ვისაც არის მიძღვნილი პოემა. ქართველი მეცნიერები ორ მიზეზს გამოყოფენ ამისას. პირველი მიზეზი გახლავთ ის, რომ თამარს უფრო მეტი ქება უნდა მიეძღვნას, ვიდრე დავით სოსლანს, ამიტომ დავით სოსლანისადმი ქების მიძღვნას რუსთაველი ერთ სტროფში ატევს. და გარდა ამისა, დავით სოსლანიც ისეთივე მეფედ ითვლება იმ ეპოქის საქართველოში, როგორც თამარ მეფე, ანუ ოფიციალურად დავით სოსლანიც იმ პერიოდის საქართველოს მეფეა. კორნელი კეკელიძე ამ ორ სტროფს ერთად განმარტავდა და აძლევდა მას ასეთ გააზრებას, რომ თითქოს აქ დავით სოსლანზე არ არის საუბარი, არამედ საუბარი არის თამარის შემდგომ მეფეზე, რადგან კორნელი კეკელიძე თვლიდა, რომ ტაეპი სისხლისაც რემდათ ხეული მიანიშნებდა თამარის გარდაცვლილ თამარზე, რომ თითქოს ეს სიტყვები უნდა გვესმოდეს ჩვენ როგორც რუსთველის პირიდან წარმომდგარი გლოვა. და აქედან გამომდინარე იგი ვარაუდობდა, რომ თამარის შემდგომ მეფეზეა საუბარი, როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ ვის შვენის ლომსა ხმარება შუბისა ფარში მშერისა, მეფისა მზის თამარისა. ანუ კორნელი კეკელიძე კითხულობდა, რომ ეს ფარხმალი და შიმშერი არის თამარის, რომელიც შემდგომ გადაეცა სხვა მეფეს, ესე იგი ამ შემთხვევაში შეიძლება იგულისხმებოდეს ლაშა გიორგი. თუმცა მოგვიანებით ქართველმა მეცნიერებმა კორნელი კეკელიძის ეს მოსაზრება არ გაიზიარეს და მეოთხე სტროფი დაახლოებით ასე არის განმარტებული ქართულ რუსთველოლოგიაში. თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისაც რემდათ ხეული. ეს ტაეპი ქართველ მეცნიერებს ესმით როგორც არა გლოვა, არამედ როგორც ძალიან დიდი სიყვარულის გამოხატულება, რადგან ვეფხისტყაოსნის ტექსტში სისხლისაც რემდათ ხევა ხშირად ძალიან დიდ სიყვარულსაც მიანიშნებს და არა მხოლოდ გლოვას. მეოთხე სტროფის მეორე ტაეპს ვთქვენი ქებანი ვისნი მე არავად გამორჩეული ქართულ რუსთველოლოგიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ამ ტაეპს ქართველი მეცნიერები, გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული ვარაუდით აქ შეიძლება რუსთაველი საუბრობდეს მის მიერ წარსულში შედგენილ რომელიმე ლიტერატურულ ნაწარმოებზე. ვთქვენი ქებანი, ესე იგი, აქამდე უკვე ვთქვი ქება თამარ მეფისა, რომელიც არ იყო ცუდი, არავად გამორჩეული, ესე იგი, იყო კარგი. შემდგომ ამბობს მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მენარხეული. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი ამ ნაწარმოების შესაქმნელად მე გამოვიყენე თამარის გიშერივით შავი თვალები მელნად, ხოლო ნაწარმოების დასაწერად მისი ლერწამივით ლამაზი ტანი. ესე იგი, რომელიმე ნაწარმოების შექმნის ენერგიად რუსთაველმა გამოიყენა თამარ მეფის შავი თვალები მელნად და ლამაზი ტანი, ლერწამივით ლამაზი ტანი გამოიყენა კალმად. თუკი ჩვენ ვივარაუდებთ, რომ რუსთაველი აქ რაღაც სხვა ნაწარმოებზე საუბრობს და იმ ნაწარმოებთან დაკავშირებით არის ნათქვამი, რომ იმ ნაწარმოების საფუძვლად არის გამოყენებული თამარის გიშერივით შავი თვალები და ლერწამივით ლამაზი ტანი, მაშინ გაუგებარი ხდება რა არის გამოყენებული ვეფხისტყაოსნის შესაქმნელად. რადგან ქართულ მეცნიერებაში არის გააზიარებული ასეთი მოსაზრება, რომ ვეფხისტყაოსნის პროლოგი დაწერილი არა ნაწარმოების დაწერამდე, არამედ ნაწარმოების შემდეგ. სხვათა შორის ეს ტრადიცია მიღებული იყო შუა საუკუნეების ნაწარმოებებში, ძალიან ხშირად პროლოგი, ანუ შესავალი იწერებოდა მას შემდეგ, რაც დაიწერებოდა ნაშრომი. საბოლოოდ ამ ორ სტროფში რუსთაველი ჩვენ გვესაუბრება
უშუალოდ პოემის შემკვეთებზე, ანუ ქართულ სამეფო კარის ორ უძლიერეს მმართველზე, თაბან მეფესა და მის მეუღლე დავით სოსლანზე.